ლადო გოგალაძე ჟურნალისტი ხაშურის ინტელექტულის წამყვანი სხვათა შორის ჩემი კოლეგა მე მგონი დარბაზშია და მივესალმოთ მას დაბა სურამიდან ჩამოვიდა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ბატონო გიორგი ბაქრაძე ეს კითხვა არ გათამაშდა წინა ოთხშაბათს ფოფხადის მატჩ რევანშზე ანუ ან ეს უნდა მოსულიყო ან შეკითხვა ყველა გზა რომში მიდის აი ხა განსაჯეთ რომელი აჯობებდა რომ მოსულიყო ყურადღება ბატონ გიორგი ბერულა დიახ ბატონ წამყვანი 30-იან წლებში თბილისში ცხოვრობდა უკრაინელი პოეტი არონ კოპშტეინი ესეთი ტიპიური უკრაინული გვარი და მეც მეთქრება მაგრამ ყურადღება რომელმაც ისწავლა ქართული ანბანი მაგრამ ენის სწავლა ძალზე უჭირდა შინაარსობრივად წიგნის მაღაზიაში მან შეიძინა სერგი მაკალათიას წიგნები თუშეთი ხევსურეთი და კიდევ ერთი შუა საუკუნეებში დაწერილი ნაწარმოების ქართული თარგმანი რომელზეც შემდეგ ხუმრობდა ესეც მაკალათიას ნაშრომი და საქართველოს მხარე მეგონაო ყურადღება შეკითხვა რა ნაწარმოები იყიდა არონ კოპშტეინმა საუკუნეების რაღაც დრო ეკიზე უნდა თავის ხოდი ხო არ იყიდა რატო იქ მამანჩელი ხო არა ან ხო ეკიზე უნდა თავდებოდეს რაღაცა მიამსგავს საგანიგე თუშეთი ჩემსურეთი ქილილა და დამა ანუ რაღაცა მხარის სახელწოდება იყო სახელმწიფო სახელწოდება საბერძნეთი მაგალითად რაღაც ასეთი თუშეთი ხევსურეთი თუშეთი ხევსურეთი საუკუნეების კაი დეკამერონი არ იქნება კაი დეკამერონში რა 10 დღეა ნუ არა გეოგრაფია უკრაინელი პოეტი ჩაბოყარი დაზუსტოს ევროპული შუა საუკუნეების ნაწარმოები ჩამოთვალოთ ეს რაც ქართულად ნათარგმნი უნდა ყოფილიყო და მაგას დაუშვათ ლეილ მანჯურიანი ლეილი და მეჯნუნი ფარხადი და შირინი 1001 ღამე ქილილა და დამანა არაბადინი ხუა არაბადინი მიფიქრე არაბადინი კი არის როგორ თუშეთი ხევსურეთი რაღაცაში კონტექსტში დრო ხაჯეთი დრო ამოიწურა ბატონო დავით ვინ პასუხობს კაი პასუხებს ეკა ეკა გეგეშ დღეს თამაშის ლიდერი არის ეკა გეგეშ ქალბატონო ეკა დიახ რა ნაწარმოები იყიდა არონ კოპშტეინმა თბილისში ვაიმე არ ვიცი მე რამდენიმე ვერსია მქონდა და აი პირველ ვერსიას ვიტყვი მაშინ რა კარაბადინი კარაბადინი დიახ. ავტორი ზაზა ფანასკერტელი ციციშვილი ხო დიახ თარგმანი აბა რა თარგმანი იყო ეს მე არა თარგმანი თუ არ იყო შეიძლება შევცვალო შეცვალეთ აბა მაშინ ლეილ მეჯნუნიანი შეცვალეთ ქალბატონო არა უკვე აღარ შევცვალე რამდენიც გნევთ შეცვალეთ არა სირცხვილია არა ეს თავიდან უნდა გეტყვათ ყურადღება სწორი პასუხი დარიჯანის ზემოზე ევროპული ნაწარმოები შუა საუკუნეების ბატონი გიგა მიქელთაძე სწორედ ამბობდა თუშეთი ხევსურეთი რაღაცა ეთიზე უნდა იყოს მილე თბილისში იყიდებოდა დანტეს ნაწარმოები ჯოჯოხეთი ავხედეთ მონიტორს არონ კოპშტეინი ამბობდა რომ სახელწოდებამ გამაბრიყვა რადგან ამ წიგნის ჯოჯოხეთი სათაურის თუშეთის და ხევსურეთის გავსად ბოლოვდებოდა ეთით და ეგეც მაკალათიას წიგნი მეგონაო კოპშტეინმა კითხვა იცოდა მაგრამ სიტყვების უმრავლესობის მნიშვნელობა მისთვის უცნობი იყო მან იყიდა დანტე ალიგიერის ჯოჯოხეთი ლადო გოგალაძე შეკითხვის ავტორი სურამიდან რომელმაც მოიგო დღეს პირველი ტელემაგრამაც მოიგო 500 ლარი ვითივ ბანკისგან და ეს ახლა მას ჩაერიცხება ვითივ ბანკის ვიზა ბარათზე